აკრძალული მუსიკა უამინდობის გარდა აჭარაში პრობლემა საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის მოთხოვნის გამოც იქნება. ბათუმის რამდენიმე რესტორანში ქართული და უცხოური სიმღერები აღარ სრულდება. კომპოზიციების გამოყენების უფლება მხოლოდ იმ ობიექტების ხელმძღვანელებს აქვთ, რომლებმაც ასოციაციასთან ხელშეკრულება გააფორმეს და შესაბამისი ლიცენზიისთვის თანხაც გადაიხადეს. საავტორო უფლებების ორგანიზაციის მიერ დაწესებული შეზღუდვა უკვე გახდა მეწარმეების ნაწილისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროტესტის მიზეზი. საკურორტო ქალაქში კვებისა და გასართობი ობიექტების ნაწილმა დაწესებულებებში მუსიკა გამორთო. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციამ მათ საჭირო ლიცენზიის გარეშე ქართველი და უცხოელი მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერების გამოყენება აუგრძალა. ლიცენზიისთვის საჭირო თანხა კი იმის მიხედვით დგინდება, თუ რამდენი სტუმრის მიღება შეუძლია დაწესებულებას. ეს მოთხოვნა მიუღებელი აღმოჩნდა მცირე მეწარმეებისთვის. ისეთ პატარა რესტორნები მაგალითად როგორც დარაბებია ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, იმიტომ რომ ეს დამატებითი გადასახადი საკმაოდ რთულად დააწევა მხარეზე მე ვფიქრობ ჩვენს ბიუჯეტს. მცირე ობიექტებისგან განსხვავებით საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციასთან ლიცენზირების ხელშეკრულება უკვე გააფორმა ბათუმის მსხვილი ობიექტების ნაწილმა. რესტორნისთვის მუსიკა რა თქმა უნდა აუცილებელია. შეტყობინება მოვიდა 2 დღის წინ. ეხლა არის გარკვევის სტადიაში, გავაფორმებთ ხელშეკრულებას და გადასახდელი თანხა ჯერ გარკვეული არ არის. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის შეზღუდვების დაწესება და კომპოზიციების ავტორებთან შეთანხმება აუცილებელია. ის თანხა კი, რომელსაც ობიექტებიდან მიიღებენ, თავად მუსიკის ავტორებს, ქართულ და უცხოელ შემსრულებელს გადაუნაწილდებათ. წელიწადში ერთხელ ხდება ჩვენ შორის ანგარიშწორება, ისევე როგორც საქართველოში იგზავნება ქართველი ავტორების კუთვნილი თანხა, ასევე საქართველოდან იგზავნება უცხოელი ავტორების კუთვნილი თანხა სხვადასხვა ქვეყნებში. აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი რეგულაციები ტურისტების რაოდენობასა და რეგიონის შემოსავალზე ნეგატიურად იმოქმედებს. ეს ძირო ბიზნესზე და ტურიზმის ამ ინდუსტრიის ამ ნაწილზე იმოქმედებს შესაბამისად გავლენას, ზუსტად ამიტომაც ჩვენ გვჭირდება ეს შეხვედრები ამ ადამიანების ოფიციალური, ესე ვთქვათ, პოზიციის დაფიქსირება და უკვე სამართლებრივი გზების ძებნა, თუ როგორ შეიძლება აღმოიფხვრას პრობლემა. მე მაგალითად მაქვს ლონდონის ცენტრში რესტორანი, მიმინო, ქართული რესტორანი, 7 წლის წინ გავხსენი და დამჭირდა თითქმის 1 წელიწადი, რომ მუსიკის ლიცენზია ამეღო. ჩვენ რომ დავждდებით მაგალითად სუფრასთან, ნამდვილად გვინდა ხიარული და ცოტა ხმაწეული მუსიკა. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციამ ბათუმის ობიექტებს ლიცენზირების ხელშეკრულების გასაფორმებლად 5 დღის ვადა მისცა. ვადის გასვლის შემდეგ ყველა ობიექტს, რომელიც ხელშეკრულებაზე უარს იტყვის, ნებისმიერი მუსიკის გამოყენება სასამართლოს ძალით აეგრძალება.